მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისგან, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე ვარ. ჩვენ ძირითადად საუბრობთ ბუნებრივია ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე, რომელიც ბოლო ალბათ 2 წელია საკმაოდ დაძაბული და ბევრად უფრო სხვანაირია, ვიდრე იყო მანამდე. თუმცა ამას, რა თქმა უნდა, თავისი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და ზოგადად მსოფლიო გეოპოლიტიკური მიზეზები აქვს და არა მარტო და ამაზე ჩვენ ეთერებში ხშირად გვისაუბრია, როდესაც ვცდილობ გავერკვიოთ თუ რატომ მიმდინარეობს ის, როგორც მიმდინარეობს და რა შეიძლება მოხდეს, ან როგორ შეიძლება მოვლენები უკეთესობისკენ განვითარდეს, ბუნებრივია პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც იცით, მაგალითად, ბოლო 1 წელიწადში ხშირია ესეთი მომენტები, როდესაც პოლიტიკურად ევროკავშირი აკეთებს ერთი ტიპის განცხადებებს, ძირითადად ეს მოიცავს ხელისუფლების კრიტიკას, თუმცა მეორეს მხრივ ხშირად არის დასკვნები, სადაც საქართველოს ტექნიკურ მახასიათებლებით იქნება პირველ ადგილზეა ხოლმე, ან უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ასევე არიან კანდიდატი ქვეყნები და გარდა ამისა, ბოლო დასკვნას თუ ვნახავთ ევროკომისიის მეტაკვლევას, აქ საუბარია საქართველოს როგორც შუა ერეფნის მთავარ გამავალ წერტილზე და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვან საერთო ევრაზიულ ეკონომიკურ სტრუქტურაში ქვეყანაზე და იმ პროექტებზე, რომელიც უკვე ხორციელდება საქართველოში, იგივე შავი ზღვის კაბელი იქნება თუ ანაკლიის პორტი, რომელიც ევროპისთვის მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, საკვანძო კავშირს ქმნის აზიასთან ვაჭრობაში, რადგან ბოლო მონაცემებით სწორედ აზია არის ევროპისთვის მთავარი საექსპორტო პარტნიორი. თუმცა, ბუნებრივია, ბევრ სხვა საკითხსაც მოიცავს ეს და ხშირად არის განსხვავებული მოსაზრებები ორი მიმართულებით. ერთი არის, რომელიც მხოლოდ ასე ვთქვათ, ევროპულ მოსაზრებებს ემხრობა, მეორე არის ხოლმე, როდესაც მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებებს ემხრობა და არიან ადამიანთა შედარებით ნაკლები ჯგუფი, რომელიც ხშირად ცდილობს, ასე ვთქვათ, რაღაც შუალედური პოზიცია დაიკავოს, ან რაღაცა ორივეგან ამოიღოს სიმართლის წერტილი და ამ შემთხვევაში ჩვენ დღეს შევეცდებით ფილოსოფოსთან, ასევე ბათუმის საკრებულოს წევრ გირჩის პარტიიდან გიორგი მასალკინთან ერთად ვისაუბროთ. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, ჩვენ გვისაუბრია ბევრჯერ ამ თემაზე მრავალი წლის განმავლობაში, თუმცა ჩემი პირველი შეკითხვა იქნება სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირად არის, რომ ევროპიდან მოდის ხოლმე ყველა ქვეყნიდან არა პოლიტიკური კრიტიკა და ხშირად პირდაპირ დაპირისპირებაც და ზოგიერთისთვის არაღიარებაც კი ამ შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ, თუმცა მეორეს მხრივ ვითარდება ეკონომიკური თუ ტექნიკური ურთიერთობები, რომელშიც საქართველოს ყოველთვის დადებითი მახასიათებელი აქვს. აი თქვენ როგორ ახსნით ამას? ეს ზოგადად, ასე ვთქვათ, მათრახის და თაფლაკვერის სისტემაა თუ უბრალოდ ორმაგი სტანდარტი? ან შეიძლება რომ ეს სხვა რომელსაც თქვენ ხედავთ აქ? ხო, რთული საკითხია ბუნებრივია. შეიძლება სტანდარტის არქონაზეც ვისაუბროთ საერთოდ, მაგრამ ასე დროს სულ მახსენდება ჩემი უფროსი კოლეგა დეკარტი, რომელიც ამბობდა, რომ მოდით გავერკვიოთ სიტყვების მნიშვნელობაში და ჩვენ დავისწრებთ თავს ძალიან ბევრი შეცდომებისაგან, ხო? ყოველ შემთხვევაში უკეთ გავერკვიებით ბევრ საკითხში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ტერმინი ევროპა. არ არის ეს რაღაც ის ჰომოგენური რაღაცნება, ხო? ევროპა არის ევროკავშირი, ევროპა არის იგივე უნგრეთი და იგივე სლოვაკეთი, ევროპა არის ცენტრალური ქვეყნები ევროპული, სკანდინავური ევროპა არის, ტრადიციული ევროპა არის. ყოველ შემთხვევაში მახატმა გადის, რომ ეკითხებოდნენ, რას ფიქრობს დასავლურ ცივილიზაციო, ის ამბობს პასუხობდა, რომ შესანიშნავი რამ იქნებოდა, რომ არსებულიყო. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, არის ევროპა, თავისი ევროკავშირით, მაგრამ ინგლისი არ არის ევროკავშირისებრი, ხო? გვავიწყდება. არის ამერიკა. და ჩვენ ვიცით, რომ რაღაც ხდება იქ ურთიერთობებში, ხო? გადალაგება ხდება. არის ევროატლანტიკური სივრცე, რომელშიც, რა ვიცი, ავსტრალია შედის და რა ვიცი, ახალი ზელანდია, ხო და ამიტომ ის მესიჯები, რომელიც ჩვენ ვღებულობთ, ხო, ვთქვათ, პოლიტიკური მესიჯები, მოდის ჩემი აზრით, მაინც ევროკავშირის ბიუროკრატიიდან ამ სიტყვის არ მეშინია, მიხოთ იმისა, ეს არ არის ადგილობრივი ტერმინი, ასე რომ ამას ხელისუფლება, იმიტომ რომ ბიუროკრატია საერთოდ ფრანგული სიტყვა და თავის დროზე მას ჩვეულებრივი ნორმალური კონოტაცია ჰქონდა. ყველა ქვეყანას უნდა გააჩნდეს თავისი ბიუროკრატია, ანუ გარკვეული წრე ადამიანისა, რომლებიც მუშაობს, მაგრამ ბიუროკრატიას ძალიან ისეთი თვისება აქვს, იცით თქვენ კარგად, ის თავის თავზე მუშაობს. ბიუროკრატია მოხდა ყოველთვის დამტკიცოს, რომ ის ნიშნელობს
რომ ის აუცილებელია, ამიტომ ხშირად უბრალოდ იგონებს საქმეებს, რომელსაც შემდეგ ანაგვარებს ან ვერ აგვარებს, ბიუროკრატიას უნდა ამტკიცებდეს, რომ რაც შეიძლება მეტი თანხები სჭირდება, რაც შეიძლება მეტი მისი საჭიროების დამტკიცება. საჭიროებას ამტკიცება. ხო, და სულ მიგვის, ხო, თან რაღაც სტატისტიკური მასალა იბეჭდება საქართველოს ამის ევროკავშირის წევრებს უსწრებს. და ეს კარგია, რომ ჩვენ გებულობთ რაღაცეებს, რომ ეს არ არის შაკეტილი სივრცე, სადაც ყველაფერი ერთი სავარდრიდან ვთქვათ იმართება ყველაფერი, ხო? იმასაც ვფიქრობ, რომ აი რატო უფრო მეტი უწევს კრიტიკა ვთქვათ საქართველოს ვიდრე ჩვენ მეზობლებს, ხო? იგივე სომხეთს ან იგივე აზერბაიჯანს, ხო? მეზობლებზეც ცუდი არ უნდა ვილაპარაკო, მეტ-მეტი შესანიშნავი ხალხია. მაგალითად აზერბაიჯანის კონსტიტუციაში წერია, რომ ალიევ შეუძლია იყოს პრეზიდენტი მანამდე, სანამ იქნება ცოცხალი. კი ბატონო. ხო, ანუ აშკარად რაღაც არადემოკრატიული, არაევროპული, ხო, მაგრამ არ უწევს და რაღაც ისეთი საბეჭდილება მექნება, რომ აი რადგან ჩვენ უფრო ახლოს ვართ ევროპასთან, ესმით? მოთხოვნებიც მეტია, ასე ანუ ჩვენ მოთხოვნებიც მეტია, ხო? ისინი ხო, სომხეთი რთულ მდგომარეობაშია გეოპოლიტიკურში, ჩვენზე უფრო რთულ მდგომარეობაში არა, ახლა თურქეთი და აზერბაიჯანი ირგვლივ, ხო? ხო, ამიტომ ხო, ცოტა უნდა მოვეფეროთ, პლუს ლობი. ლობი ძალიან მნიშვნელოვანია, გიორგი, იმიტომ რომ ვთქვათ, ფრანგული ლობი, სომხური, ამერიკული ლობი, ეს არის ამომრჩეველი. თან 100-ით 1000 ამომრჩეველია, თან აქტიური. და ფინანსურად ძალიან ძლიერი ლობი. აზერბაიჯანული ლობი ახლა თუ კი ბატონო. ხო, წარმოვიდგინე ახლა აზერბაიჯანი წარმოვიდგინე თურქეთის გარეშე, ხო? ეს სხვა რამ იქნებოდა. მიუხედავად გაზისა და ნავთობისა და ჩვენ აბსოლუტურად დობლები ვართ. ამას ემატება კიდევ ერთი რამ, ჩემი აზრით. ხელისუფლება აგებს პიარს. აგებს პიარს ოპოზიციასთან. ანუ ოპოზიცია ხო საქართველოში სუსტია, ახლა ამაზე თაფტები და ყველა ამაზე საუბრობს თვითონ ოპოზიციაც, ხო, მაგრამ სპიკერები ყავთ და მათ შორის ეს სპიკერები კარგად არიან, ასე ვთქვათ, კარგად მუშაობენ საერთაშორისო აქტორებზე, საერთაშორისო ინსტიტუტებში. და ეს საერთაშორისო ინსტიტუტები, ვთქვათ, სიტყვაზე ხელსინკის კავშირი, რომელიღაც სხვა არასწორლობო ორგანიზაცია, ის ღებულობს ინფორმაციას ძირითადად აი ამ კითხვა მე ვეცდები ხანდახან გაგაჩვენოთ, მაგრამ ბევრი კითხვა მინდა დავსვა. კი, ჰელსინკის კომისია და მსგავსი ტიპის ორგანიზაციები თავის დროზე მათ შორის იქნებოდა საბჭოთა კავშირის ზოგადად წინააღმდეგ და ძირითადი სამუშაო, ასე ვთქვათ, მათი იყო პოსტსაბჭოთა სივრცე. თუმცა შემდგომ პერიოდში პოლიტიკურად მსგავსი ტიპის ორგანიზაციებმა აბსოლუტურად დაკარგა ძალა და მით უმეტეს დღევანდელი იგივე ამერიკული ადმინისტრაციის პირობებში მსგავსი ტიპის ორგანიზაციები ან საერთოდ ან მათ აზრს აღარანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. რატომ ვამბობ ამას? ხომ არ არის საქართველოში თუნდაც იგივე ოპოზიციურ ფრთაში, ან ზოგადად საზოგადოებაში ჩამორჩენა თანამედროვე გეოპოლიტიკური რეალიებისადმი, როდესაც ცოტა არ იყოს 90-იანების გეოპოლიტიკურ სისტემაში ჩარჩა, მათ შორის ახალგაზრდების ცოდნა თანამედროვე გეოპოლიტიკაზე, რა დროსაც იგივე დღემდე გონია დაუშვათ, რომ ჩინეთში აუცილებლად რაღაც უხარისხოს აწარმოებენ, ან სადღაც უკვე რაღაც ქვეყნებს საერთოდ სიტყვა არ ეთქმით, თუმცა ეს მდგომარეობა შეიცვალა და ეს პრობლემა დასავლეთშიც იდგა 2000-იან 10-იან წლებში, როდესაც საზოგადოება დასავლურიც არ იყო მზად იმისთვის, რომ რაღაც ქვეყნები არანაკლები არიან, ასე ვთქვათ, მათზე. მე არ ვამბობ, რომ მეტია, უბრალოდ არანაკლები. ხომ არ არის საჭირო იგივე ოპოზიციის მხრიდან, ზოგადად პოლიტიკოსების მხრიდან მეტი ცოდნა გაავრცელონ თანამედროვე არსებულ გეოპოლიტიკურ რეალიებზე და არა რეიგანის დროინდელ პოლიტიკაზე, რომელიც ახლა აქტუალური აღარ არის. ყველაზე უფრო ილია ჭავჭავაძე შეშინოდა ნახევრად განათლებულობის. ნახევრად განათლებას აქვს ადგილი. მეორე, უნდა მოხდეს გადასვლა რაღაც ახალ რეცეპტზე, ახალ რეალიებზე, ხო? სამყარო იცვლება, რეალ პოლიტიკა, ესე იგი ძლიერდება, ხო? ჩვენ ჯერ კიდევ ძველი სქემებით მუშაობთ, მათ შორის უცხოეთთან. და ამას ემატება კიდევ ის ცნობილი ქართული ინფანტილიზმი. არასდასრულობა, რომელზეც წერდა, რა ვიცი, ვინ არ წერდა. რობაქიძე, უზნაძე, ქართველებიც და უცხოელებიც, ვინც აქ ნამყოფია. ერთმა ინგლისელმა თქვა საოცარი რამ. ერი ზდასრული ხდება მაშინ, როცა მიხვდება, რომ ის მარტოა ამ სამყაროში. რომ
ნუ ცოტა სხვანაირად თქვა უფრო ცოტა უხეშად, მაგრამ რომ არსი არ არის გასაგებია. არ აინტერესებ ბუნებრივია. ხო და ჩვენ მაინც ჯერ იმ პარადიგმებით ვართ, რომ არის ჩვენი რაღაც მეგობარი ქვეყნები და მე ვწყის რომ რატო არ გვახსენა რაღაც მე არსებობს ინტერესები, არსებობს ინტერესები, ეს უნდა გავიგო და ეს ცუდი არ არის. რეალობაა. ჩვენ ეს რეალობაა. უბრალოდ შენ ამ ინტერესებში უნდა მოძებნო შენი ადგილი, იმიტომ რომ შეიძლება მოძებნა. ეს турბულენტური პერიოდი, რომელშიც ცხოვრობთ, არის როგორც თქვათ რაღაც ცუდი რაღაცების მანიშნებელი, იმიტომ რომ შეიძლება მართლა რადარებიდან გავქრეთ საერთოდ, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი შესაძლებლობების სივრცე გაიხსნა, იმიტომ რომ თუნდაც იგივე ის რაც ხდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ხო? და ჩვენ წყინს რატო არ გვახსენებენ? ნუ ჯერთი გვახსენებენ. იგივე ალეებიც მაგრამ რატომ უნდა გვახსენონ ორი ქვეყანა ამბობს რომ ჩვენ ასე გავჭრით გზას. რატომაც ხო და არა. თუ შეუძლია გაჭრა ლაჩინისისა, რატო არ გაჭრის, მაგრამ ჩვენ ხო გვესმის რომ ლაჩინის იგივე ლოგიკით ბოდიში, იგივე ლოგიკით სომხეთს და აზერბაიჯანს თავის დროზე უნდა წყენოდა, როდესაც ჩვენთან დაიწყო მაგისტრალის შენი ყავი მონოპოლისტი, ხო? ხო და ამიტომ შენ უნდა მიხვდე რომ კი იქნება სხვა გზებიც, რომელიც დააკავშირებს ევროპას აზიასთან, ხო, მაგრამ შენ სხვას უნდა აჯობო, ხო, აი ეს ტრასა რომელიც აშენდა თბილისამდე, ხო, ეს ხო ჩვენი თანხით არ აშენებულა, ამაში ძალიან დიდი და ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესია. ჩადებული და ხო, უბრალოდ ჩვენ მართალია დერეფნად ყოფნა. ბოდიში ვხდი მაყურებელს ორივე კაცი დერეფნად ყოფნაში არაფერი კარგი პრინციპში არ არის. დიახ. შვეიცარია არ არის დერეფანი. და არც ნორვეგია და არც ფინეთი. საერთოდ ყველა მდიდარი ქვეყანა არც ერთი არ არის დერეფანი, ხო? მაგრამ ნუ ამაშიც შეიძლება იპოვო რაღაც დადებითი, ხო? რადგანაც ხარ ეს შენ უნდა სარგებლიანი დერეფანი უნდა იყოს. ეს უნდა იყოს, ხო? ძალიან ისეთი სარგებლიანი დერეფანი. აი, ახალგაზრდებს შეიძლება არც ახსოვთ, რომ მატარებელი ჩამოვიდა ჩინეთიდან ფოთამდე, ხო? წარმოიდგინეთ და ორჯერ შეამოკლა გზა ჩინური ესე ვთქვით საქონლისა ევროპის და ამერიკის გაზრამდე. ეს ზაბებს ნიშნავს ლოჯისტიკისად. მაგრამ რატო არ მოყვა ამას მეორე მატარებელი, მესამე, მეოთხე? შეიძლება ჩვენამდე არის რაღაც ლოჯისტიკური პრობლემები, მაგრამ შენი წილი ის უნდა აი აზერბაიჯანამდე ჩამოვიდა, მერე ჩემგან ყველაფერი მწვანე ზოლი გექნებათ ფოთამდე. პროდუქციასთან დაკავშირებით, ზოგადად გზების რაოდენობასთან დაკავშირებით, ჩინეთის მხრიდან სხვადასხვა არა მარტო საქართველოს, არამედ ზოგადად მიმართებაში ჩინეთის განცხადება ხშირად იყო, რომ რამდენი გზაც არ უნდა იყოს, ჩვენ მაინც შევძლებთ ამ გზების შევსებას შესაბამისი სავაჭრო პოტენციალით, რადგან უსაზღვროა ჩინეთის სავაჭრო პოტენციალი და შენ თუ 500 დავუშვათ მანქანას ატარებ და მეორე გზაზეც 500 იქნება საჭირო, ჩინეთი ცალკე 500 გამოუშვებს და არა აუცილებელი რომ რომელიმე გზით შეიზღუდოს. ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, თქვენ როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ ხელისუფლების საერთაშორისო პოლიტიკის მიდგომას დივერსიფიკაციის კუთხით, როდესაც თითქმის ყველასთან ფაქტიურად ცდილობს ხელისუფლება იქონიოს კონტაქტები, ბოლოს იგივე ამერიკაშიც, დავუშვათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი, სხვადასხვა ფორმატში ურთიერთობები, ბუნებრივია ევროკავშირთანაც გრძელდება, მაგრამ პარალელურად ძალიან მდიდარ არაბულ სამყაროსთან და უმდიდრეს ჩინეთთან. აი ეს ტიპის დივერსიფიკაცია თქვენი შეფასებით რამდენად სარგებლიანია არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში? ჩემი აზრით ეს არის სასახად დადებითი მომენტი. ნუ თუ არ ვწდები ესე ვაჭრობა დოლარებში ამერიკასა და ჩინეთს შორის აღწევს 800 მილიარდ დოლარს, ხო? ტრილიონამდე. ხო, ტრილიონამდე და ეს ციფრი თან იზრდება. და ახლა წარმოიდგინეთ კიდე ცალკე ევროპასთან რამდენს ვაწვევ ჩინეთი და დაახლოებით 500 მილიარდამდე. ითვლება, რომ ქვეყანაში დონე მატულობს, როდესაც ეკონომიკური, იქ უფრო მეტ ღვინოს სვამენ. ხო, და ხლა თუ წარმოიდგინეთ რა ჩვენ ადრე დავიწყეთ ცოტა ღვინის რამხელა ბაზარი გვაქვს ჩინეთში და რა იცით ეს თამაში რომ აი ხო, აი ამასთან არ ვიმეგობრებ, იმასთან ვიმეგობრებ, ის ვინც იქცევა ნორმალურად, ვისაც შემოაქვს ინვესტიციები და ვისაც არა აქვს სურვილი რომ პოლიტიკურად, ახლა ჩინეთის შორსაა, ხო, თქვა. ტერიტორიულად და ახლა რომს მოიდომოს, ახლა ჩვენ ვერ დაგვიყრობს, ხო? მაგრამ ბუნებრივია არსებობს რაღაც ეკონომიკური რისკები, იმიტომ რომ ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი საფინანსო სივრცეში, დღეს სოფლიოში
მაგრამ ასევე კულტურის სფეროში ეს არის ქვეყანა, ვინც არ არის მოკლედ ნამყოფი ჩინეთში, ვერ მიხდება ის რა ხდება. მე გამიცადე იქ კულტურული შოკი. მე მივხვდი, რომ ეს ქვეყანა მალე ახლაც საოცრებაა და მალე იქნება, არ ვიცი რა, იმიტომ რომ იქ ვითარდება საოცარი ტემპებით, გესმით? წარმოვიდგინეთ, იქ 1%-ით მატება ეკონომიკის რამდენს ნიშნავს. ჩვენთან 7-8% კარგია, მაგრამ ასე ტემპით უნდა გაგრძელდეს ესეთი 50 წელი, რომ ჩვენ რეალურად დაგვეტყოს. პატარა ეკონომიკა გაქვს, ხო? ხო, მთლიანობაშია პატარა, არ შეუძლია. ჩვენ ხელა დიდი დაბებია ბოლოს და ბოლოს ჩინეთში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველასთან უნდა ვიმეგობროთ. მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, რომელიც ერთმანეთში კარგად არ არიან და ვერავინ ვერ უნდა გვიკარნახოს ჩვენ რომელ ქვეყნებთან შეიძლება მეგობრობა, რომელიც არა. ახლა ბუნებრივია კონიუნქტურის გათვალისწინება არის საჭირო, იმიტომ რომ შენ გიწევს ამ კონიუნქტურის გათვალისწინება და არის ასე თქვა ისგოი როგორა განდეგილი ქვეყნები, ხო, იგივე რა ვიცი, რუსეთი, იგივე ბელორუსია, იგივე ირანი, კორეა და კუბა, რომელთანაც დიდად ახლა თქვა. თუმცა ბელორუსიასთან, მაგრამ ბელორუსიასთან მთელ ევროპას აქვს ურთიერთობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამერიკამ. მე მგონი ბათკას არა აქვს აფხაზეთი, ხო, აღიარებული. ხო. წარმოვიდგინეთ, ბელორუსს არ აქვს აღიარებული აფხაზეთი და ოსეთი. ამიტომ ბელორუსული მაღაზიებიცა, ხო, მე ეს ორმაგი სტანდარტები კიდევ, რუსი ტურისტი გვინდა. ხო, მაგრამ ამავე დროს ხო რაღაცები არ მოგწოს, ხო. მაშინ თქვი უარი ყველაფერზე რუსულზე და იქნები გულწრფელი ღმერთის და სინთეზის და ყველაფრის წინაშე. არ გამოვასე, მოკლედ, ურთიერთობები ომის დროსაც არსებობდა ურთიერთობები, ხო, არსებობდა დიპლომატია, არსებობდა ეკონომიკური კავშირები და ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ამ ურთიერთობებზე თქვა უარი. ასევე მინდა გკითხოთ, ხშირ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ განცხადებებში, რომლებიც ევროპული სტრუქტურიდან იგზავნება, ძირითადი საკითხი და პრობლემა არის რამდენიმე კანონი, რომელიც არსებობს საქართველოში, ეს ეხება გამჭვირვალობის კანონს პირველ რიგში ბუნებრივია, თუმცა ოჯახური სიწმინდის კანონიც ხშირად მოიხსენება, თუმცა გამჭვირვალობა ასე ვთქვათ მთავარი ამზაური წერტილი, თუმცა ბოლო პერიოდში ვიცით რომ ევროპაში ბევრ ქვეყანაში დაიწყეს იგივე კანონზე მუშაობა და მეტიც ევროპულმა საბჭომ გამოუგზავნა თხოვნა მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას კიდევ რამდენიმე ქვეყანას, ვისაც მსგავსი კანონები გვაქვს, დაგვეხმარეთ თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთო. ეხლა ერთის მხრივ გმობდე და ამბობდე რომ ეს აბსოლუტურად არაევროპულია, მაგრამ თან შეც გადაწყვიტო მიიღო და იგივე ქვეყანას რომელსაც უგმობ ამ კანონს, სთხოვო გამოცდილების გაზიარება. ეს ზოგადად რა შთაბეჭდილებას ქმნის ზოგად წარმოდგენაზე თანამედროვე ევროპული სტრუქტურების მიმართ. ხომ არ არის რაღაც ასე ვთქვათ, თითქოს ევროპა აღარ ზრუნავს იმიჯზე, ნაწილობრივ, ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი და ამას როგორ უყურებენ დაუშვათ სხვა ქვეყნები, იმიტომ რომ ეს ხო მაგალითი ჩნდება გარკვეული ორმაგი სტანდარტის, რომელიც ერთის მხრივ წამგებიანია. ევროკავშირი ამაზე ამერიკაც ხშირად საუბრობს ამ ბოლო პერიოდში ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით, თან ეს პრეზიდენტის დონეზე და არა რაღაც განცხადებების დონეზე და ამ კონტექსტში ასევე მინდა გითხოთ, ამ კანონებისთან მიმართებაში თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ უნდა დაუშვათ დათმოს და ნაწილობრივ თუნდაც შეცვალოს ეს კანონები, მართლაც ვნეებს ქვეყნის განვითარებას ეს კანონები, როგორც ამას ევროპულ სტრუქტურებში ამბობენ, თუ უბრალოდ დაპირისპირების და ორმაგი სტანდარტის ამბავია? მოკლედ რო გიპასუხო, ვიტყოდი, რომ რო იყოს საერთაშორისო ნდობა და შიდა ეროვნული ნდობა სასამართლოს მიმართ, ეს კანონები არ იქნებოდა ბევრისთვის ესეთი მიუღებელი. იმიტომ რომ ერთია როცა ეს კანონი, მსგავსი კანონი არის თქვა საფრანგეთში და ამერიკაში, მეორე როცა არის შენთან და ეს კანონი შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებით. მაგრამ ეს კრიტიკა მექცეთ ყურადღება ისმის სწორედ ბრიუსელიდან და არა ამერიკიდან. კი, ამერიკიდან არა. ახლა ცოტა სნობისტური ის გახდა. ყოველ შემთხვევაში ამ ადმინისტრაციის პირობებში არა. მოდური გახდა, ხო, ტრამპის კრიტიკა, უცოდინარი, ექსტრავაგანტური მე უფრო მაღალი წარმოდგენისა ვარ ამერიკელი ამორჩევლების დონის მიმართ და მე ვიცი რომ მხოლოდ მეორეჯერ მოხდა ამერიკის ისტორიაში, როცა პრეზიდენტი დაბრუნდა მეორე ვადით. ეს უიშვიათესი შემთხვევა. ერთხელ იყო, ხო და ეს ნიშნავს, რომ ამერიკის უმრავლესობა მოსახლეობამ აირჩია ის მესიჯები, მოეწონა ის მესიჯები, რომელიც მოდის ამ ადმინისტრაციიდან. და ეს მესიჯები, რომ
რომელიღაც ბრუსელის მაღალჩინოსანმა გააჟღეროს ტელევიზიით, ხო? შეიძლება სამსახური დაკარგოს, ხო? კაცი კაცია, ქალი ქალია, ხო? თქვათ საჭიროა ძველი ტრადიციების შვილის აყვანა ეცქესიან არ შეიძლება და ასე შემდეგ. ასე შემდეგ, ხო? ევროპაშიც, იქაც არის განსხვავებები ამ ხრივ, ხო? არის უფრო ლოიალური და საერთოდ ევროპა, მე მგონი, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ვოიკიზმის იდეოლოგია, ვოიკიზმი არის უმცირესობათა იდეოლოგია და ბიუროკრატიის ერთ-ერთი საქმე, რომელიც მან იპოვა, იშოვა და რომელზეც ესე იგი გარკვეული თანხები კეთება არის ის, რომ მე ვიცავ და მართლა იყო დასაცავი და არის კიდევ, ხო? საერთოდ ამერიკის კონსტიტუცია ამერიკის მოსახლეობას არ იცავს, ის იცავს თითოეულ ამერიკას, ხო? ჯონ სმითს. ასე იწყება სასამართლო პროცესები გასვათ, ხო? შტატი არიზონა, ჯონ სმითის წინააღმდეგ და ხო, ევროპაში ეს რაღაც ცოტა აზელილი გამოვიდა, ანუ ვოიკიზმა წალეკა ყველაფერი წალეკა პოლიტკორექტულობამ, რომელიც წმინდა ძოხასავით ესე იგი იქნა აღიარებული და ადამიანები ალოგიკურ მარაზმამდე მივიდა. შენ ცდილავს გარკვეულ თემებს, არ გაძლევს საშუალებას ამ თემებზე ისაუბრო და ამაზე წერს ძალიან სერიოზული ხალხი, ისე ნახევარ განათლებულობაზე რომ ვისაუბროთ, ხო? ჩვენი პოლიტიკოსები ამას ნაკლებად კითხულობენ, ან ის ბიუროკრატები, ხო? ახლა ბუკოვსკიზე დიდი დისიდენტი ვინ არის, ხო, ამ ქვეყნად? ბუკოვსკიმ დაწერა მთელი სტატია მიუძღვნა, რომ რა საშინელებაა ეს პოლიტკორექტულობა, რომლის გამო ძალიან ბევრი პრობლემა უბრალოდ და სიმართლის თქმაც ფაქტიურად არ შეგიძლია. მაგალითად არის რაღაც თემები, რომლის თქვა, შენ თუ თქვა სიტყვაზე არ აღიარებ გენოციდს, შენ შეიძლება დაგაპატიმროთ, ხო? მე ვარ თურქი მოქალაქე, ცხოვრობ გერმანიაში სიტყვაზე. არ აღიარებ გენოციდს. ამას ხმამაღლად ვერ ვიტყვი, ხო? ჰოლოკოსტი კიდე ცალკე თემა. არის რაღაც თემები, ხო, რომელიც ჩემი აზრით ევროპაში საერთოდ ევროპაზე როცა ვსაუბრობ, თქვენ გადაცემას ქვია ევროპული რაკურსი. უბრალოდ სხვა რაკურსი, სადაც შეიძლება მივისწრაფოთ და არ არსებობს, იმიტომ რომ არსებობს აქეთ რუსეთი, ბუნებრივია და სინური ჩინეთი, რომელსაც ხა ჩინეთის და ჩინელების გარდა დიდად არავინ არ აინტერესებს. ხო, იქ კულტურული სოციალური გაერთიანების ფორმატში ბუნებრივია ევროპა ჯდება და ეს პრინციპში ხელისუფლების მხრიდანაც ბევრჯერ გაჟღერებულა. პრობლემური სივრცე, რომელიც ძალიან თუ ბატონგია, კითხოთ უნდა აუცილებლად. ბუნებრივია არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს ნებისმიერი სახის დაპირისპირება და კონფლიქტი და სადღაც უნდა დასრულდეს და ჯაჭვი გაწყდეს. ბუნებრივია, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეცვალა თითქმის არც ერთი პოლიტიკურ კონტექსტს გულისხმობ. რიტორიკაც არ არის. ხო, პოლიტიკურ კონტექსტს გულისხმობ. საბოლოოდ ევროპაში ყოფილა ამაზე ბევრი ევროპელი ექსპერტის განცხადებაც, რომ რადგან არ გამოვიდა ევროპა ხა ვერ ამოიღებს მოცემულობიდან საქართველოს, მას ჭირდება ურთიერთობა და ბოლოს ისევ კვლავ დაუბრუნდება რაღაც ასე ვთქვათ, იგივე ფორმატს თუ არა, რაღაც ახლებურ ფორმატს, იქიდან გამომდინარე, რომ ასე ვთქვათ, უარის თქმა იგივე დერეფანზე, იგივე სხვადასხვა მოცემულობებზე ფიზიკურად არ შეუძლია და აქედან გამომდინარე, რაღაც თავისი წვლილის რო შეიტანოს გეოპოლიტიკაში, მოუწევს ურთიერთობების არა მანდამაინც მისთვის სასარგებლო ტალღაზე, ასე ვთქვათ, აწყობა. ცალსახად გეთახმები, იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ ჩემ მაშინა თქვი, რომ რიტორიკა შესასვლელია მეთქი. შეიძლება იგივე თქვა, მაგრამ ნაკლებად გააღიზიანო, იგივე ბრუსელური ბიუროკრატია, რომელიც აღიზიანებს ფრანგებსაც, ხო, არა, ყველას. საქართველოს არა არის. ძერმა არ იცის, რომ ევროკონსტიტუცია, ევროკავშირმა დააპირა კონსტიტუციის მიღება. 15 წლის წინ და ჩავარდა, იმიტომ რომ ვერ გასაზრდებს ქრისტიანობის როლი ამ კონსტიტუციაში, იმიტომ რომ ვერმა ქვეყანამ რაღაცები მოითხოვა და ბრიტანელებმა ჩააგდეს სხვა მიზეზით და აი სამხრეთ ევროპამ თავიდან ბოლომდე ჩააგდო. ამიტომ რიტორიკა შესაძლებელია, მაგრამ როგორ აიცი, ინფანტერებალ არის ასეთი, ხო, ტერმინი, საშინელი ბავშვი, ხო? აი ჩვენ ბოლომდე საშინელ ბავშვად არ უნდა გადავიქცეთ, ხო? აი როცა უკვე ოროსანია ბავშვი და ყველა რომ მიჩეული არ ხო ამის გამო კი არაფერი არ გამოვა და არა, ჯერთი, შენ თუ კარგი პედაგოგი ხარ, შენ სწორედ იმ ბავშვს უნდა მიაქციო ყურადღება.
და მართლაუროსნები ნახდათ არ ვართ, ხო? ერები გაქრა. ნიშნების ასობით ნაწილში და ჩვენ საკმაოდ მაღალი ვიყავი ნიშნები და ყავს. ვარსებობდა ერთ-ერთი ყველაზე კულტურული ერი ვარ და მე მგონი როცა ურთიერთობებზეა საუბარი, აქ რთულია განსაზღვრა ვინ უფრო მეზობლები რო კამათობენ ან ოჯახის წევრები. ყოველთვის ბუნებრივია ვიღაც უფრო მართალია, მაგრამ შე თუ გინდა კომპრომისის მიღწევა ბუნებრივია რაღაც დათმობაზე მიდიან, ხო? Ну, თქვათ, ყოველივეს მოუწევს ასლა. მართალია, ну, შენ უნდა განსაზღვრო, რომ შენ ხარ პატარა და ობიექტი და ევროკავშირი ჯერჯერობით არის დიდი და არის სუბიექტი. ამიტომ შენ აი ამ მოცემულობიდან უნდა გამოხვიდე. ცოტა უფრო მოქნილად. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო, ჩვენი ეთერი ამოიწურა. რაკურსი ევროპისკენ დღევანდელი გამოშვება დასრულებულია. მე მომდევნო შაბათამდე გემშვიდობები. ჩვენი სტუმარი გახდათ ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია გირჩიდან ფილოსოფოსი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი გიორგი მასალკინი.